მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში ეს ბათუმია ივანე მესხის მეორე ჩიხი, სადაც ჩვენ ახლა ვართ, აი ესე დატბორილია ეს ქუჩა, როგორც აქ ცხოვრობ მოსახლეობა გვეუბნება, ეს ქუჩა დატბორილია უკვე 2 წელი, ისინი მიმართავენ პირობულად ადგილობრივ მთავრობას, მაგრამ უშედეგოდ და ამ პირობებში უწევთ გადაადგილება ადამიანებს, მანქანებს, ბავშვებს მათ შორის ძალიან უჭირთ მათ როგორც სკოლაში სიარული, ასევე საბავშვო ბაღში აქ არდადის არის მუნიციპალური ტრანსპორტი, მოდი თავად მოქალაქეები მოგყვებიან, რომლებიც ცხოვრობენ ამ დასახლებაში, ივანე მესხის მეორე ჩიხში, როგორია ცხოვრება დატბორილ ქუჩაზე და რამდენი ხანია რაც ეს ქუჩა არის აი ამ მდგომარეობაში, თავად ისინი მოგყვებიან ამის შესახებ. მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, თქვენ ცხოვრობთ ივანე მესხის მეორე ჩიხში, ხო? რამდენი ხანია რაც ეს პრობლემა არის აი ამ ჩიხში, რომ მოგვიყვეთ? 2 წელია აი ასეთი პრობლემა გვაქვს. ბავშვები გვაქვს სკოლაში, ბაღში. არავინ ყურადღებას არ გვაქცევს. მოდიან არჩევნების დროს, ხმები მიაქვთ. ვაფრთხილებენ, გვპირდებიან ყველაფერს, მაგრამ ვინმე რამეს არ გვეუბნება. ან თქვენ მაინც ხარს უჭერთ ქართულ ოცნებას? ქართულ ოცნებას ხარს ვუჭერთ, მაგრამ და რატომ როცა ასეთ პირობებში ძალიან გვატყუებენ. როცა ასეთ პირობებშია ქვეყანასა თქვენი ქუჩა განსაკუთრებით, ხო? თქვენ გოგოდოთ გიწევთ აი ესეთ ისეთ იმედებს გვაძლევენ და იგი რომ ჩვენც გვჯერა. მაგრამ ამ დროს იმედებს ვიცრუებენ. ამიტომ მოვითხოვთ 2 წელია, მოიყვანონ მდგომარეობაში აიგზებით. 3 ბავშვი მყავს, ბაღში მყავს, სკოლაში მყავს. ვერცად არის. კი, მანქანები ყველას ყავს, მაგრამ ყველა სამსახურშია, სამსახურში უნდა წავიდეს ხომ იმ შობელი. ანუ 2 წელია ეს მდგომარეობა ამ ქუჩაზე და არ გვარდება პრობლემა, ხო? არ გვარდება პრობლემა. ავტობუსი არა. იგივე პატარა მიკროავტობუსი მიკროავტობუსი მაინც დაგვინიშნონ, იმიტომ რომ ეს ბავშვები წავიყვანოთ, მომიყვანოთ, ჩვენ თვითონ ქალაქშიც რომ გავიდეთ, ესეც პრობლემაა, ხომ? ავდივართ და ვუცდით ავტობუსი 9 საათის, 1 საათის მერე ჩამოივლის აი ავტობუსი რომ გავუყვეთ. მაგრამ ავტობუსი თავად ამ ქუჩაზე არ ჩამოივლის, ხო? არა, მარშრუტკა მიკროავტობუსი შეიძლება აქ დაინიშნოს. და არც მიკროავტობუსი არ არის, არც ავტობუსი არ არც ერთი არ არის. და როგორ მიდიან მაშინ ბავშვები სკოლაში? აწვდენ რამდენი ბავშვი აწვდენ სკოლას. ბაღში ვერ მიყავან ბავშვები. და როცა მოვლენ ბავშვები სულ ფეხისველი აქვთ. ასეთ მდგომარეობაში სადმე თუ არის, მოვიკითხოთ ერთი აჭარაში სადმე თუ არის ამბერი მდგომარეობა. ანუ დარში თუ ავდარში სულ ესეთ მდგომარეობაა. რა გამოიწვია ეს დაგროვება წყლის? ანუ ეს 2 წლის წინ რა მოხდა, რის გამოც ასეთ აზიანდა ეს ქუჩა, არის რამე ცნობილი ამის შესახებ? სანიაღვრე არხები არ გვაქვს, აუცილებლად სანიაღვრე არხები გვინდა რომ ნაკვეთზე დაყარეს. ხო, როდესაც წმიმს, აუ ნაკვეთი რომ აქვს ადამიანს მოიტანა, მან ამაღლა დაყარა, იგი წამოვიდა, მერე მაინაც სახლი გააკეთა, მშენებლობა იყო, ყველას უნდა მშენებლობა მაგისთვის არ გააკეთა. წამოვიდა გზაზე, ამიტომ სანიაღვრე რომ არ არის ასეთ მდგომარეობაში, იმიტომაა აი გზები. ვისგან მოისმენთ ახლა დაპირება რომ მოგვარდებოდა ამ ქუჩის პრობლემა და ამ ჩიხზე? არასდროს არ ყოფილა, იყო ვიყავით ჩვენ მერიაში საკანონმდებლო ადგილებში, ვიდებოდა სანამ ტენდერი არ გამოცხადდება, სანამ ეს როდის გითხრეს? ეს იყო გაზაფხულზე, მე ბოლოს რომ ვიყავი. წინა წლის გაზაფხულზე, ხო? ხო, უკვე მეორე გაზაფხულია მოსული, უკვე მარტია. და რატომ არ გამოცხადა ტენდერი, შემდეგ რა გითხრეს? ეგ არის ტენდერი გამოცხადდებაო. ჩასმულიაო პროექტშიო და როდის იქნება და რა იქნება. იმის შემდეგ აღარ მოგიკითხავთ ამბავი? იყო ჩემს გაზავე არ ვიცი ხო იქ. იო მოგვარება სადმე არა. მოგვარებ დღემდე. ეს მერიაში, ხო? რას ნიშნავს, რომ წლობით არ გვარდება პრობლემა და თქვენი ქუჩა დატბორილია? გასელოდებიან რა უნდა. არ რას საჩვენებს ეს თქვენთვის, როგორ დამოკიდებულებაზე მეტყველებს ხელისუფლების მხრიდან? არ ვიცი რა დამოკიდებულება, კაცი არ მოდის, არ გვეკითხება, არ ვეკითხებ და ასე ამბობ რა ვიცი. ანუ ვისი ბრალია? ბრალი ვისი იქნება ახლა ჩემი და ჩვენი ბრალი არა. ხო და ვისი პასუხისმგებლობას ხედავთ თქვენ ამ საქმეში? ან საგზაო დეპარტამენტი, ან ვინ ვიცი, არ ვიცი, ვის ეხება ეს საქმე და ვის ვალდებულება, მან უნდა აკეთოს. თვითონ ვინც არის ამ უბნის წარმომადგენელი, ის რას გეუბნებათ რა? ვინ არის? იქნებაო, აი ვიყავით წარმომადგენლებთან. ხო და ჩასმულიაო, აი ვიცით რომ. უბნის დეპუტატი ვინ არის თქვა საკრებულოში? ახალი იზრუნონ რა უნდა იქნას, რამე არ იქნება. არჩევნების დროს იქნება დაგვირდე, მე რამე არა. აქ თუ ბავშვი გიართ, აქ თუ ადამიანი გიართ, აქ მანქანა გიართ, ძალიან კარგად ხედავ.
როგორ უნდა იარსებოს აქ კაცმის. მაღაზიაში ვერ გამოხვალო პური იყიდო. აქ სადმე არაა მაღაზია. იქ უნდა გავიდეთ მაღაზია. არაფერია, გინდა არ გინდა უნდა ამოხვიდო დღეში ორჯერ ან სამჯერ მაღაზიაში. მანქანა თუ ყავს ამოხვალ თუ არა და ბავშვი პურზე ვერ გამოვაგზავნა. სამ ბავშვს ვატარებ სკოლაში. დღეში მიწევს 4 ჯერ ამოვლა. სკოლაში ანუ მანქანით უნდა ატაროთ ბავშვები, ხო? დავდივარ. ამ მეზობელს არ აქვს, იმას არ აქვს მანქანა, რა თქმა უნდა. მაგრამ შემდეგი ძალიან ძვირია. ქალს არ ყავს. ტაქსი შემოდის ისე? შემოდის, მაგრამ ხან არა. ან კიდე ხან არა. ეს მინუიდენში ვარ და დაურჩე რომ ბავშვები ვატარო, სახში არ ვერ დავიმუშაო, სამუშაოდ ვერ უნდა წავიდე, სკოლაში წავყანო მე ვიყანო ბავშვი. ტაქსის წამოება მოხოლაგე რა ხდა მოვა და ამას იქით ვერ წავალ. ანუ ტაქსიც უარს ამობს რომ შევიდეს ამ ქუჩაზე, ხო? დავაუქმნებდი იმას. ხალხი გაწვალებულია ხალხი. რამდენი ოჯახი ცხოვრობს ისე, რამდენი სახლია ამ ქუჩაზე, ამ ჩიხში? არის ბოლო მოსახლე 78-იანი. ანუ 78 სახლია, ხო? კორპუსი არ დგას მგონი არც ერთი, უბრალოდ კერძო სახლებია ყველა. და ესეთი გზის გავლა გიწევთ ყოველდღიურად, რომ მიხვიდეთ სახლში. ასავალი არა, დასავალი არა, მარტო ეს ერთი გზა. ერთი გავლა კი არა. და შემოსავლებიც არ არის, ანუ ერთად ვერ შემოული. დატოვე, მოდი. მე ხემი ბავშვი მოიყვანე. არა, მე ჩვენ ცენტრალური გზა ესაა. აქედან ხო. აქვს მიმოსვლა. ვერცად სხვა გზით ვერ მოხვალთ სახლში, ხო? ერთ და ამ გზასაც შემოსავლელი არსად არ აქვს, როგორც ხედავ. ხან ვერცად ვერ შემოული. ესაა ჩვენი ცენტრალური გზა. ანუ დაგისვოლდეს ფეხი ყველა ვარიანტში რომ გაიარო ეს ერთ გზა, მშობელს ხო? შეუძლია 4 ჯერ წავიდეს და მოვიდეს. ერთი ბაღში ყავს, ერთი სკოლაში ყავს. ორი უნივერსიტეტში რამდენჯერ უნდა გევიდეს და გამოვიდეს. ოჯახი არ სტუდენტებიც ყავს. არიან, მოსწავლეებიც არიან. ყველას ვიწევს გასვლა, გამოსვლა ყოველდღიურად. ეს ტრანსპორტი გადიოდა ისე აქ მუნიციპალური ან მიკროავტობუსი ან ავტობუსი მოძრაობდა ამ ქუჩაზე. ადრე კი მოძრაობდა. ადრე როდის? ავტობუსი მოძრაობდა. დაგვინიშნის პატარა ხანს მე გააუქმეს. ამ 2 წლის წინ ვიდრე დადგებოდა ეს 10 წყალი. კილომეტრი რომ დადიოდა აი სანამ მიკროავტობუსი. ავტობუსები შემოვიდოდა, მანამდე იყო მიკროავტობუსები. 9 ნომერი თანამი. შემოდიოდნენ. მაგრამ ავტობუსი თქვენ სუბანში მაინც არ შემოდის, არ ხო? შემოდის რამე. შემოდის, მაგრამ რამდენი დაგვინიშნო მაინც პატარა მიკროავტობუსი. ბიჭი რამდენი რომ ეს ბავშვები მივიყვანოთ, მოვიყვანოთ, ჩვენც ვიმოძრაოთ. ორი ბოლომდე მაგალითად, ქალაქში რომ გავაკ ბაზარში და იქიდან პროდუქტს წამოვიღებთ, აქედან ხელით დავათრევთ. ხო. და უნდა გაიაროთ აი ეს გზა. ბოლომში რომ ჩავიდეს კილომეტრი ნახევარი 2 კილომეტრია მოსახლეობა. აი ამ ციხის ბოლომდე, ხო? ბოლომდე რომ ჩავიდეს. ბაზრიდან რამე რომ მოიტანოს 2 კილომეტრი. და საკმაოდ გრძელი მონაკვეთი არის უნდა დაზიანებული. შეიკავოთ, აი აქ მოსწავლე როგორ უნდა გაატარო? ბავშვი როგორ უნდა გაატარო? გაიკავო და გახვიდე. ბაღის ბავშვი ვიჩუმეტეს. გაწვალებულია ხალხი. ეს რას ნიშნავს? ვის პასუხისგებლობის საკითხია თქვენ რა როგორ ხედავთ? და უფროსობის ვიცი. ჩვენი დავაგოთ პასუხი თუ ჩვენ რა უნდა ვაგოთ ისეთ და დღეში ვარ. მაგრამ ჩვენ დაუჭირეთ მხარი ოცნებას ახლა თქვენი მეზობელი ამბობდა და რა თქმა უნდა ყველა უჭერს. უჭერთ, ყველა უჭერს მხარს. ხო, მაგრამ თუ არასრულებს პირობას წლების განმავლობაში და უკვე რამდენი წელი გავიდა, ხო? კი, ბევრი რამე კი გააკეთეს. 14 წელი და რა ბევრი რამე კი გააკეთეს, მაგრამ ბევრი რამეც აკლია. რა გააკეთეს მაგალითად? ჩვენ მათი უფროსობა არ გვაინტერესებს. აქ რამე დაგვინიშნოს და გააკეთეს. ხო, მაგრამ ის ჩვენ ხო, იმიტომ უნდა ავირჩიოთ რომ შეასრულოს მერე პირობები. და არ გააკეთეს რამე. მას ჩვენ ვქირავთ იმისთვის რომ მან შეასრულოს ჩვენი პრობლემები მოაგვაროს. მე ახალი რამე ემჩნევა, რამე არა. რამე არ ემჩნევა. ხო. 2000 თქვენ დეპუტატი ვინ არის წარმომადგენელი საკრებულოში? ვინ არის? ისა მე გამგებელი ცხოვრობდა მე არ მინახე არც დროში არც თავრობის შეშედა გაკეთებული. რა გვარია? ანუ სრულად ნიჟარაძე ტარიელი. 8 წელს აქ. არიელი რა გვარია. და ისაუბრეთ მასთან მიმართეთ ამ პრობლემით. ახლა როგორც ასეთი ჩვენ რაფერ უნდა მივიწოდო მოდით ყველა. ელიაში ვინ არის? ტარიელია თუ ვინ არის? რაცა იყო მივედით იმას ლაპარაკია. ტარიელია თუ ვინ არის? გამგებელთან მერიაში მივედი. ზედამხედველობის სამსახურია ვიცი მას. ანუ ეს თავად ქუჩაც არ მოწესრიგებული, არ დაუგიათ, არაფერი არ შეცვლა ამ ქუჩაზე, ხო? 8 წლის მერე აქ ვარ, ასე მდგომარეობა. ხო. წყალი მაშინ არ დგებოდა, იმიტომ მეზობელი არ ქონდა აქ დახრილი. აქ მიწა სახლი და აშენოს კაცმა და გაამაგრა ადგილი, დადგა წყალი რა ქნა. თავისი მაშინ ვერ გუშვი.
ანუ სანიაღვრები უნდა მოეწესრიგებინათ, რაც არ გაუკეთებიათ, ხო? სანიაღვრებს გარდა მაინც აღარ ვიკითხავთ. ო სანიაღვრი არხები მინდა და მიკროავტობუსი. კანალიზაციაც არ არის ამ უბანში. ანუ გამოდის რომ კანალიზაციაც არ გაქვთ, მუნიციპალური ტრანსპორტი აქ არ შემოდის და ქუჩაში გავლა გიწევთ აი ამ პირობებში. ვერივლის მუნიციპალიტეტი და ფერმერი. ერთი ნაგვის უნდა. აი ნაგვის უბრალო ნაგვის. ანუ ოცნების არ მის შეცვალა მარტო ამ დასახლებაში რომ ნაგვის უნდა გაქვთ მარტო მთელს დასახლებაში. აი ისიც არ არის საკმარისაც. ნაგვის ურნაც კი არ გაუკეთებია. და თქვენ კიდე ლაპარაკობთ დაპირებებს ასრულებსო ქართული ოცნება. რამეს არასრულებია ისეთ ჩაგვიგდეს. რამეს არასრულებია. და როგორია ცხოვრება, აი თქვენ რას გვეთქვით ამ ქუჩაზე? სამსახურში მაგალითად დავტოვე სამსახური ამ გზის გამო. მე არ მიმუშავია 1 წელია, ასე. მე მანქანა არ მყავს, ვერ მოძრა. ყველა მეზობლები ხანვი, სულ სველი მქონდათ. ასე კუთხე და დავტოვე სამუშაო. 12 იმიტომ რომ აღარ მიდიოდით სამსახურში. ავტობუსი 9 ნომერი რო გავა, 2 კრუგს არტყამს, რომ შენ 1 საათით ადრე უნდა გახვიდე. რომ შენ სამსახურში მიხვიდე ისიც ქალაქში და თუ ცოტა შორს ხარ ვერ მიხვალ 2 საათს. 2 პერესად გასაკეთებს 1 9 ნომერი. სხვა ავტობუსი არ მოდის. 16 ნომერი დატვირთული. გზა ისეც გაგვიძვირა. 70 თეთრია და ცარიელი არასდროს არ. მგზავრობაც გაძვირდა. მგზავრობა პირველ რიგში არ უნდა გაძვირებულიყო. მგზავრობაც გაძვირებულია და პროდუქტიც და ყველაფერიც კომუნალური გადასახადებიც და ძალიან სულ ყველაფერი გაძვირებულია. ძალიან რთული და გაძვირებული ცხოვრება გვაქვს. ვისი პასუხისმგებლობაა ეს როგორ ხელფასი ხედავთ? ცოტა. მთავრობის ყველა მიცის რომ მთავრობის ბრალია ეს ყველაფერი. ნამდვილად ახლა შეიძლებოდა რომ მოსულიყო და მაგრამ ვიდებიან რომ გაკეთდება, მაგრამ რამდენჯერ მიიღეთ ეს დაპირება რომ გაკეთდებოდა ქუჩის ის მამაკაცი? ყოველი არჩევნების დროს ვიღებ დაპირებებს. მაგრამ იმედებს ვიცვიებენ. არავინ არაფერს. ჯიბეს მეიქბობენა რაკე ხას მოტრიდებია რა დამოთხევა. მანქანებიც ფუჭდება. მალე გააკეთებენ ამ გზას. კარგი, თქვენი გზავნილი გითხარით ბოლოს, რას ეტყოდით ოცნების მთავრობას? თუ არ დაასმენ იმდენი გაგვიკეთე. რომელიც ლაპარაკობს იმაზე, რომ ეკონომიკური აღმავლობაა ქვეყანაში 10%-იანი ზრდა აქვს ქვეყანაში და ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა და უსწრებს ევროკავშირის ქვეყნებს. თქვენ რას ეტყოდით ოცნების მთავრობას? რას ეტყოდით და მადლობელი ვართ 20 ლარი გაგიზარდეს პენსია და საწევღოთ არ ვიცი. 20 ლარი. მათი დაპირება. პროდუქტები გაიაფთაო, თქვა კვერცხი გაიაფთა 2 თეთრითო. რამე არ გაიაფებულე რა. ყველაფერი გაძვირებულია. 60 კაპიკი მოწრებულა კლეტკას მაგირა. საითკენ მიდის ახლა ჩვენი ქვეყანა, თქვენ რას ფიქრობთ? მოდით ესეც გითხარით. სწორად ვითარდება ქვეყანა? სწორად განვითარებული ასე არ იქნება. მედიკამენტები გაძვირებულია. ჩვენთვის მაგალითად ამ ხალხისთვის არაფერი არ ვითარდება. ჩვენთვის ყოველთვის ვიღაცებისთვის ალბათ ვითარდება. ის რომ ჩვენ ჩაგვიკეთეს გზა ევროპისკენ და უახლოვდებით რუსეთს, ამაზე რას ფიქრობთ? მე რა გითხრა, მე არც რუსეთის მაინტერესებს, არც ევროპა, ამას იქეთ ვერ გავდივარ, წყალი გვაქვს ზეზე. ხო, მაგრამ განვითარება სად იქნება, რუსეთში თუ ევროპაში? მაგდენი საულული არ ვარ, რომ განვითარება, მაგრამ მე მინდა აქ განვითარდე პირველ რიგში აქ. ხო და ეს ევროპაც მაგიტო უნდა, ვინც ამბობს რომ ევროპა უნდა, მაგიტო გვიწერია ჩვენ კონსტიტუციაში რომ გვინდა ევროპული მომავალი, რომ ევროპული მომავალი ნიშნავს სწორედ იმას, რომ არის უზრუნველყოფილი დაცული ადამიანის სიკეთე, ხო? მათ შორის მისი საცხოვრებელი გარემო. ადამიანის საცხოვრებელი გარემო სად არის დაცული, რუსეთში თუ ევროპაში? ეგ არ ვიცი. ევროპისკენ რა თქმა უნდა იყოს უნდა, მაგრამ ხალხი ვერ შეიძლება და იყოს, იმიტომ მე იქ არ ყოფილი. და ჩვენ საერთოდ მივდივართ. ამდენი გაჭირვებული ხალხია, ამდენი გაჭირვებული ცხოვრება, ამდენი სოციალურად დაუცველია. მათ უნდა რომ სოციალურად დაუცველი არ ყავდეთ. გადამოწმებს აკეთებენ იგი, მაგრამ თქვენ ხომ არ იღებთ ამ შემწეობას? არა, ბავშვები. ბავშვებისას. და ხლა აპირებენ ამის გადამოწმებას ასევე და შეიძლება შეიცვალოს. აპირებენ ამისას. და რა ვიცი მე და ძალიან ეს რას ნიშნავს თქვენთვის, როცა ამის გადამოწმებას აპირებენ და შეიძლება ვინც იღებს ამ შემწეობას, ეს შემწეობაც ვეღარ მიიღოს. ხო, შეიძლება მოუხსნა და ვეღარ მიიღოს აი ბავშვების შემწეობაც. და მათი ევროპისკენ მიმავალი გზა
აქეთ სოციალურ დახმარებებს და იგეს უხსნიან ხალხს. ძალიან გაჭირვებაშია ხალხი. ძალიან გაჭირვებაში. მედიკამენტები გაძვირებული. როგორ? განხენილად არ ვართ ახლა როგორც ასეთი. მაგრამ რა ვიცი და მოგვაქციონ ყურადღება ვითხოვთ ელემენტარულს რომ გაგვიკეთონ გზა, ურნები, სანიაღვრე, მე რას ვითხოვთ ახლა. ანუ ვითხოვთ როგორც გზის მოწესრიგებას, იმიტომ რომ დატბორილი ქუჩა ფაქტობრივად და გავლა არის შეუძლებელი. იქეთა უბანში სანიაღვრე არხებს. ტრანსპორტი. იქეთა უბანში დადის 9 ნომერი. აქ როგორ უნდა წავიდეს ბავშვი? არც მანქანა არ შემოვა, ამ გზაში არც ერთი მანქანა არ შემოვა. ტაქსი რომ გამოიძახე? ცხოვრობდა შემოვდივარ თორე არ შემოვა აქ უცოდნო და გავაუქმებდი. იმიტომ ვაფუჭე 2000. ან ტაქსი ძველი მასე ამბობ. გავაუქმებდი ვაგერ მას. მოვა და ჩერდება. მე აქ არ შემოვა, ვერ ტაქსი გავიარო, არ აქვს, მანქანას ვერ გავაფუჭე, ვერ გავიარ მე თქვენს გამო. მაგრამ გუში გამოწერილი მქონდა თქვა აქ მოვდა გაჭერდა. თუ ამოყვა ამოდი და წაიღე, ამოდი და წაიღე. შემოვდე მანქანა შენს გამო მანქანას ვერ გავაფუჭებო, დაბრუნდა აქ ანა ამოვედი ფეხით და წავედი ჩემი. ხო, მოიცდი ახლა ასე ბაჩონე მაყურებელს, ამერა დიდი აქ წყალი, ანუ შეუძლებელია პრაქტიკულად გავლა ის რომ არ დასვევდე, ანუ თუ არ გაცვია ახლა რეზინის ჩექმები, ეს სხვა არის, მაგრამ რეალურად არის დატბორილი მთლიანად ქუჩა, ეს არის ივანე მესხის ჩიხი, მეორე ჩიხი და ასე გამოიყურება აი ამ ჩიხის ეს მონაკვეთი. ჩვენ ველაპარაკებოდით ამ ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეებს, რომლებიც ახლა გამოვიდნენ რომ მოეყოლათ და მოეთხრათ საკუთარი პრობლემის შესახებ, ისინი საუბრობენ როგორც ქუჩაში გავლის პრობლემაზე, ასევე იმაზე რომ არ არის სანიაღვრე არხები მოწესრიგებული, არ შემოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტი და თან ეს პრობლემა დგას ამ ქუჩაზე არსებობს უკვე 2 წელია. 2 წელი ისინი ირწმენენ მარტო დაპირებებს, რომელიც არ სრულდება. ასევე გითხრას რომ პრობლემა აქვს იგივე სანაგვიყუთის კი არ უდგათ. და არის მარტო ერთი რომელიც დგას მარკეტთან, ასე ვთქვათ, ცენტრში, ცენტრალურ ადგილზე ამ უბანში და არა ვთქვათ ქუჩაზე, რომელიც დაახლოებით 1 კილომეტრის სიგრძისაა. აქ დაახლოებით 70-მდე სახლია, როგორც აქ უთხრას მოქალაქეებმა. კერძო სახლები და სწორედ ამ გზის გავლა უწევთ ყოველდღიურად მოქალაქეებს, ამ ქუჩაზე მცხოვრებ ადამიანებს და მათ შორის ბავშვებს, რომლებიც ხშირად უკვე ვერც კი დადიან საბავშვო ბაღებსა და სკოლებში, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი აქ არ დადის და ასეთი ქუჩის გავლა უწევთ ბავშვებს ყოველდღიურად. ასეთ იყო ბათუმელების პირდაპირი ჩართვა ამ დროისთვის. ეს უნდა ჩვენს ვებგვერდებს რომ მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია. მადლობა ყურადღებისთვის. დროებით.